გამოძიებო მოქმედებებით, რომელიც ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში 2 საათზე მეტი ხანია, რაც მიმდინარეობს, ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები და ასევე გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მას შემდეგ შევიდნენ პოლიციელები ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში, რაც დააკავეს და ამის შემდგომ აქ მისი უფლებადამცველი გამოჩნდა. ჩხრეკის სპეცოპერაციას ახლა თავად დააკავებული ელისოკივაძის უფლებადამცველიც ესწრება, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ, ის ამბობს, რომ ახლა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ ყველა იმ ნივთმტკიცებულების დალუქვას და შესაბამის უწყებაში გადატანას, რომელიც ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში ინახება, თუმცა რას უკავშირდება ეს სპეცოპერაცია ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში ჯერჯერობით უფლებადამცველისთვის უცნობია. ის ამბობს, რომ რამდენიმე წუთის წინ კომპიუტერული მოწყობილობები დალუქეთ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა და მისი ინფორმაციით რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები. გაჩვენებთ თუ რა ხდება ახლა ელისოკივაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის სადარბაზო, სადაც მობილიზებულები არიან, როგორც ხედავთ, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დილიდან გამოჩნდნენ და სწორედ აქ არიან განლაგებულები იმისათვის, რომ ჩვენ მედიის წარმომადგენლებმა ვერ შევძლოთ იმ საგამოძიებო მოქმედებების გადაღება, რომელიც ელისოკივაძის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. პარალელურად კი დაკავებული ჟურნალისტი, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, გენერალურ პროკურატურაში იმყოფება, მას ამ წუთებში კიდევ ერთი უფლებადამცველი ხვდება, მას გააცნობენ იმ ბრალსაც, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ოფიციალურად მას წარუდგინა და არ არის გამორიცხული, რომ დღესვე იმსჯელო საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და პრინციპში საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა ელისოკივაძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებას სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას მოითხოვს. სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ელისოკივაძეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადაიყვანენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლებში და სასამართლო საქალაქოში და სწორედ ამის შემდგომ გვეცოდინება თუ რა პოზიცია აქვს თავად დაკავებულ ელისოკივაძეს, რომელმაც შესაძლოა რომ დღეს სიტყვით ისარგებლოს სხდომათა დარბაზში. ელისოკივაძესთან ერთად ასევე ბრალდება წარუდგინა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დაუსწრება წარედგინა მას ბრალი, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ ელისოკივაძესთან ერთად ოთარ ფარცხალაძეც მონაწილეობდა თაღლითურ სქემაში და წლების განმავლობაში ისინი ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებდნენ. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ოთარ ფარცხალაძის უფლებადამცველს, რომელიც ამბობს, რომ მედიის მეშვეობით გაიგო იმ ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურ ყოფილ პროკურორს წარუდგინა სახელმწიფო ბრალდებამ. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით ამ ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ფაქტია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ახალი სისხლის სამართლის საქმით კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდება ბრალი და შესაბამისად მას კიდევ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე მას შემდეგ, რაც თუ დააკავებს მას ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწევს შესაბამის პასუხისგებაში მიცემა. რადგან კოლ-ცენტრებს ედავებიან, არის რამე ოფისი, რომელიც დალუქეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა? ჩვენებების საფუძველზეა, ჩვენებების საფუძველზე. აი ფაქტია რა. ჩვენკის ოქროში, ჩვენკის ოქროში არ შემდგარა მიმდინარეობს. ბატონო, ვისი ჩვენების საფუძველზეა დაწყებული კოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება? არ ვიცი, ვისი ჩვენების საფუძველზე, არ მაქვს მასალები, გითხარით, კომენტარს ვერ გავაკეთე. მიმდინარეობს ჩვენიდან სამეცნიერო არ არის. არის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. ყველაფერს ეძებენ. რასაც ნახავენ, 6 წარმოი გამოძიებულია, 6 ერთი არის ხელმძღვანელი. არ ვიცი, რომ მე აგრუნცეს რომ თვითონ რაღაცა ის არის ხარდაჭერა საინფორმაციო იმ პირებზე, ვინც კოლ-ცენტრებს, ასე ვთქვათ, კოლ-ცენტრების საქმიანობა. ჯერ არ ვიცი ეს ბრალი და ნახოთ, აბა არაფერი არ ვიცი. მოусმინეთ ბრიფინგ, საკმაოდ სერიოზულია ბრალდება. ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრებას ეხება. მოდი გავეცნობით მასალებს და მე დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში. ქონდათ ისე კომუნიკაცია ფარცხალაძესთან, აი ახლა პროკურატურის განცხადების შემდეგ? ხო, არავის
ზურნალისტთან კომუნიკაცია არ მყავს, ეფუძნება ეს რა, ჩემთვის უცნობია. ამიტომ დაველოდოთ მოვლენას, ალბათ დაგვიძახებს საგამოძიებო ორგანო. რას ამბობს ფარცხალაძე? სამიზნეში ყავს ახლა ქართულ ოცნებას ამოღებული აქტიურად სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით და როგორია მისი პოზიცია? მოდი ჯერ მასალებს გადავხედოთ, მასთან კომუნიკაცია არ მქონია. როდის ქონდათ ბოლოს ფარცხალაძესთან კომუნიკაცია? ეს ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა კომუნიკაციაში ვარ. ორგანიზებული დანაშაული და ფულის გათეთრება, სწორედ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც არის დაკავებული ჟურნალისტი ელისო კივაძე. ხელბორკილები მას რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაადეს. საქმყოფი ადამიანები ამბობენ, რომ დილით დაახლოებით 9 საათისთვის გამოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ელისო კივაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამის შემდგომ დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ახლა სწორედ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. ადგილზე მოსულები არიან ელისო კივაძის თანამშრომლები, ქრონიკა პლუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ჟურნალისტს და გამორიცხავენ იმ ბრალდებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება უყენებს ელისო კივაძეს. ისინი ამბობენ, რომ არანაირი კავშირი დაკავებულ ჟურნალისტ კოლ-ცენტრებთან არ აქვს და ის ბრალდება, რა ბრალდებაც სახელმწიფო ბრალდებამ დღეს წარუდგინა დაკავებულ ჟურნალისტს არის გამოგონილი, რადგან ჟურნალისტები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ელისო კივაძეს, ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არასდროს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ელისო კივაძეს არ ქონია. გებს დილით დაკავების შესახებ ინფორმაცია მოვედი აქ ადგილზე, არაფერი იმის მეტი არ ვიცი, რასაც აცხადებს პროკურატურა, დაკავების შესახებ მოლოდინი რაიმე მსგავსია არაფერი არ ყოფილა, ანუ ამ პერიოდში ჩვენ არ ვსაუბრია არაფერი, მსგავს ჩვენ ჩორბეთ მუშაობდით, ვაგზავნებდით მუშაობას, უბრალოდ მუშაობდით ონლაინ რეჟიმში, ჩვენ არ ქონდა ოფისი ბოლო პერიოდში და ეს იყო ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ქონდა, მეტი არაფერი, ანუ მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფიქრობ არა. იმის გადასაც ამბობდა ელისო თავის ლაივებში მე ინფორმაცია არ მაქვს, რაც შეეხება ბენთან გადაკვეთას, ანუ ჩვენ ბოლოს გადაკვეთა გქონდა ოფისის ნაწილზე, როდესაც 8 იანვარს გამოვცხადდით სამსახურში და ფიზიკურად ვეღარ შევედით სივრცეში, სადაც მუშაობდით ამ დრომდე. მეტი რაიმე სახის კვეთა, ანუ კოლ-ცენტრთან შემთხვევაში რაღაცა მსგავსი არაფერი ინფორმაციას არ ვფიქრობ ამას. წარმოდგენა არ გვაქვს რა კოლ-ცენტრებზეა საუბარი. ჩვენ ლაივ რეჟიმში ვადევნებდით თავს ელისოს ყოველდღიურობას და ელისოს ბრძოლას ამ ქვეყანაში, თუნდაც კორუფციაზე, თუნდაც იმ ხეთკის ამბოზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი მოლოდინი არ ქონდა, არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში, თორემ დღეს ესეთი თავზარდამცემი არ იქნებოდა ეს ამბავი ჩვენთვის. კოლ-ცენტრების არსებობა, რაზეც რეალურად საუბრობს პროკურატურა, თქვენ გამორიცხავთ ამას, რომ შესაძლოა ელისო უკავშირდებოდეს. აბსოლუტურად გამორიცხავ, ერთ-ერთი წამით არ მგონია, რომ რაიმე კავშირში არის ელისო კივაძე კოლ-ცენტრთან დაკავშირებით. მათ შორის ყოფილ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან. კი ბატონო. დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კივაძესთან ერთად ბრალდება კიდევ რამდენიმე ადამიანს წარედგინა, მათ შორის არის ბიზნესმენი ბენ ანორი, რომელიც ახლა არის თავისუფალი, რადგან სახელმწიფო ბრალდება მის წინააღმდეგ პატიმრობას არ ითხოვს, როგორც სახელმწიფო ბრალდების მიერ დღევანდელ გაკეთებულ ბრიფინგზე გავიგეთ, ბიზნესმენის წინააღმდეგ იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო, რადგან სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ ბიზნესმენმა ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სავარაუდო კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომელსაც ყოფილი გენერალური პროკურორი და სხვა პირები მართავდნენ. შესაბამისად, ახლა ბენ ანორი არის თავისუფალი, მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც თავად ბიზნესმენს ჰქონდა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მიაწოდა. შესაბამისად, გამოძიებამ საჭირო ჩათვალა, რომ ბიზნესმენი გირაოს თანხის საფუძველზე იყოს გარეთ და მას პატიმრობა არ მიესაჯოს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოსაზრებაა, არავითარი ფარველობა ბენანორისგან არ არის. კოლ-ცენტრებთან ბენანორის დაკავშირება შეიძლება მხოლოდ ერთადერთი თემით, ეს თემა გახლავთ პროგრამა ლიცრვა, რომელიც არის ბენანორის საკუთრება და ეს ამ პროგრამას ყიდდა სხვადასხვა პირებზე, ფიზიკურ იურიდიულ პირებზე და თუ ეს პირები მას დანაშაულის ჩასატენად იყენებდნენ, ამაზე კონტროლი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიძლება ადამიანს მოსთხოვოდა და პასუხისგებაში მიცე კიდეც. არავითარი გირაო არ გამოყენებულა, ფაქტობრივად 13 იანვარს 2026 წლის 13 იანვარს გენერალურ პროკურატურას მე მივაწოდე ფარული ჩანაწერი გაკეთებული სავარაუდოდ ელისო კილაძის მიერ, რომელშიც აშკარად ჩანს ის დანაშაულებრივი სქემა, რასაც ქალბატონი ელისო კილაძე ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად ალაგებდა. ეს არის კავშირი კოლ-ცენტრებთან, ეს არის კავშირი სხვისი ქონების მათსაწინააღმდეგო დაუფლებასთან და ასე შემდეგ.
არის საუბარი იმის თაობაზე, რომ ხალბატონი ელისო კილაძეს გიორგი ჯიბლაძესთან ერთად მიუწვდება ხელი კოლცენტრებთან აკონტროლებს სავარაუდოდ დიდი ალბათობით საკმაოდ მაღალ ჩინოსთან პირებთან უნდა იყოს კავშირში, ასევე ხელი მიუწვდება როგორც საქართველოში, უკრაინაში მოქმედ კოლცენტრებთან, სადაც თუ პირი, რომელიც არ ემორჩილება მათ რეჟიმს და არ არის მათთან ერთად, შეუძლია ჩაერიოს როგორც უკრაინის მთავრობის ხელით, ასევე ქუჩიდანაც. გუშინ შევიტანე გენერალური პროკურატურის დამატებით საჩივარი, სადაც ფაქტობრივად ავთენტურობა ამ ჩანაწერისა დადასტურდა, სამხაროვნმა დამიდასტურა, რომ ეს არ არის წყვეტამაში, არ არის მონტაჟის კვალი, ანუ რეალურია, ნამდვილია. აქედან გამომდინარე, გუშინ მე მოვითხოვე ის დაგავერთა. პროკურატურა სასამართლოს ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე რამდენიმე საათში მიმართავს. სწორედ ამის შემდგომ გადაიყვანენ დაკავებულ ჟურნალისტს ელისო კილაძეს საქალაქო სასამართლოში. არ არის გამორიცხული, რომ დღეს ელისო კილაძემ სიტყვიცაც ისარგებლოს და თქვას რამე იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ ჟურნალისტს უყენებს. ოთარ ფარცხალაძე კი არის მიმალვაში, მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ახალი საქმე, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს დაეწია, ეს არის ფულის გათეთრება და მასში მონაწილეობა. შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძეს ახლა ბრალი დაუმძიმდება, ის რა თქმა უნდა პროცესს ვერ დაესწრება, რადგან ის არის მიმალვაში და შესაბამისად სხვა დანარჩენი პირები, რომლებიც ფიგურირებენ ამ სისხლის სამართლის საქმეში, დღეს სხდომათა დარბაზში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან.